სალამი, ვაგრძელებთ ბოდიჩიას უნიკალური არომატების აღწერას და ყველაზე ძვირიანი არომატების აღწერას. ნახეთ, როგორი ყუთი აქვს. ესე უნდა დაატრიალო და მერე იხსნება. აი შეფუთვა, ყუთი, რაღაცა საოცრებებია რა, სურნელებიც საოცრებია. ეს არის ბოდიჩიას ოპალი, რომელიც ღირს 1000 евро. უბრალოდ ბოდიჩიაში რაც არის მაგარი, არის უნიკალური არომატები. არ იმეორებს სხვა არომატებს, არ ცდილობს რომ იბაძოს სხვას. ეს ყველა არომატი ისეთი განსხვავებულია, რომ მსგავსი არომატები უბრალოდ სხვაგან არ გვხვდებათ. ბოთლებიც განსხვავებულია. აი ეს ზევიდან თავზე გრავირება, აი ეს ორნამენტები უკან, ისია დამუშავებული, რომ რა ვიცი, მე ამის ფეიქი არ შემხედრია და სავარაუდოდ ამის ფეიქს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი თუ იწვალა და ესე გააკეთა, თან ეს აი ბოთლზე ამას ისე აკეთებ, შტამპა უკავა, ყველა ერთნაირია რა დეტალებს რო უყურებ რა. ვიცი, აი იცით როგორია, აი არსადრო არ შეხვდებით რა. თავიდან მოაქვს შაფრანი, ოღონდ ეხა შაფრანი კი იცით ყველამ მაგრამ მიყვარს, მაგრამ აი არც ინიციოს, არც სხვა სუნამოს, მსგავსი შაფრანი უბრალოდ არ გვხვდება. ცოტა კრემისებრია, პუდროვანია. ძალიან დიდი პირამიდა აქვს რა. ოღონდ ის არ უნდა იყოს, ხა ამას ვიღაცამ ნოტებით შეხედოს და ნოტებით აღწეროს, აი მარაზმი. წინა რაც დავდე, ვაფშე არაფერ შუაში არ იყო ნოტები. რაღაც აბსენტი და რაღაცეები ეწე. ამიტომ ვიძახი ხალხო, რომ ნოტებით ესეო ჩამოარაკრაკებთ. ის არ არის აღწერა. რასაც თქვენ გძნობთ, რა ნოტებსაც, ის უნდა გადმოსცეთ. სადღაც ლამაზი ზამში უტყავს. გადახვეწილია და მეტალის ნოტას გძნობ შიგნით კიდე. ძალიან უხდება ეს მეტალის ნოტა. ცოტა სადღაც ყავა უტყავს. ცოტა ყვავილებია. ოღონდ ეს ისეთი ყვავილები კი არ არის, რაღაც აი ბანალურად რო ჟღერს ყვავილი რა. უბრალოდ ყვავილების სუნი აქვს. აი ეს ერთად კომბინაცია გამოდის საოცარი. და ყველაზე მაგრა რაც მომეწონა, აი რაღაცა ჟურნალები რო იყო, რა და აი ფურცლის სუნი როასდიო და აი ეგ სუნელიც უტყავს და აი ამ სუნამოს აძლევს სისუფთავის შეგრძნებას. ცოტა სადღაც ტყავიც მოაქვს. ძალიან უნიკალურია. ძალიან რთულია ამ სუნამოზე ეგეთი ემოციის გადმოცემა, თუ არ დაისხი, თუ არ გატესტე და ამის სილამაზე არ დააფასე. აი ძალიან უნიკალური, განსხვავებული და რო გასხია, იციო გასხია, საოცარი ბრენდი, საოცარი ჟღერადობით, რომელიც არაფერს არ გავს, უნიკალურია მარტო შენ გასხია რა. კიდევ ვიმეორებ, 1000 евро მაინც ძვირია. ცოტა ფასები გადამეტებული აქვს. რა წინაზე ვიღაცამ მკითხა ის 1400 евро რატო ღირდაო? ახან ლალის და ბრილიანტის თვლები ქონდაო. ეგეც აძვიროს, მაგრამ ამას არ აქვს. არც თვალი აქვს, არაფერი არ აქვს, მაგრამ კიღის 1000 евро. აქ კიდე ნებულუსი ქვია, ის 1400 евро ღირს. არც იმას აქვს არაფერი, არც თვალი, არაფერი, უბრალოდ არომატის გულისთვის ღირს. კი, შეიძლება სადღაც რაღაცა თვალი აძვირებდეს, მაგრამ აქ ესეთი ჩვეულებრივი ბოთლები, რომელსაც თვალი არ აქვს და იგივე ძვირი ღირს. სადღაც ლამაზი ბერგამოტიც მოაქვს, თან ეს კრემისებრია, თან პუდროვანია, თან ცოტა რაღაცა გეგონება ქარსი გრილე მოაქვს. ეს შაფრანი საოცრად იგრძნობა.
ყავაც როგორ უხდება და ეს მეტალის ნოტაა, კაი, ნუ რავი, რაღაცა საოცარი და ეს ჟურნალების სურნელი ოაზდის სისუფთავის და ნუ აი ისეთი კრემისებრია, რომ რა ვიცი რა. ცოტა სადღაც წიწაკაც წამოიღო, ძალიან განსხვავებულია. ესე სუნამოში ამდენ ნოტას გრძნობდე, ძალიან იშვიათია გრძნობ ხოლმე 2, 3, 4. იმდენ რაღაცას გრძნობ სუნამოში, თან ისეთი კომბინაცია აქვსო, ეს კომბინაცია წესით ესე მაგრა ვერ უნდა დასვა, იმიტომ რომ როდესაც ამდენი ნოტა იგრძნობა, ერთმანეთთან რო შეათანხმო ეს ნოტები, პარფიუმერს რაღაცა საოცარი მაგია უნდა ქონდეს გაკეთებულიო, აი ესე დასვა ეს ნოტები რა. ბოდიჩიას ოპალი არის საოცარი არომატი, ფას რაც შეეხება ვიძახი, რომ ცოტა გადამეტებულია რა. ნუ 300 ევროთი ნაკლები ორირდეს, უკვე საოცრება იქნება. თუ სადმე მოხვდებით ევროპაში, წესით იქნება იქ. ეხა ესპანეთში რო ვიყავ იმ რეჯინაში იყო ბოდიჩეები, მაგრამ ნუ ეს ძალიან ძვირიანები არ ქონდათ, ბლუ საფირი ქონდათ, კიდე რაღაც მწვანე საფირი და კიდე რაღაცა. ნუ იქნება სადღაც ერთი მაღაზია, სადაც შეხვალ დატესტავთ, იმიტომ რომ დატესტვის გარეშე ხა ვისაც მთლიანი ბოთლის ყიდვა უნდა, ნუ მე შეიძლება გავგიჟდე, მაგრამ ამ ხელათ ანხა დატესტვის გარეშე მთლიან ბოთლში არ უნდა გადაიხადოთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ, დავეხმაროთ არხს განვითარებაში. ხვალ კიდე 1000 ევროიან ბოდიჩია შემოგთავაზებთ, კიდე რაღაცები ჩამომდის, 7-8 ბოდიჩია მაგ და ნელ-ნელა ყველაფერს დავდებთ. ნუ თუ დაინტერესება იქნება, გამოვიწერ კიდე 2 ცალი 1400 ევროიანი აქვს და მაგრამ აინტერესებს და ჩათვალეთო ბოდიჩიას მთლიან კოლექციას შემოგთავაზებთ. ნუ ერთი იმას ვერ ჩამოვიტან $8000 იღის ბოდიში, მაგდენი ფული არა მაქვს და კი მინდა რომ ექსუნამოს გაგაცნოთ, მეც გავეცნო, მაგრამ იმის გულის რომ YouTube-ში ჩამოვიტანო, მაგ ხელათ ანხას ვერ გადავიხდი. აბა კარგად ბრძანდებოდეთ.